მოგესალმებით ასოციაცია ხერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მაყაძე. დღეს ფერტილური ასაკის ქალებისგან ხშირად დასმული კითხვების რუბრიკის ფარგლებში ჩვენი სტუმარია ექიმი გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. მოგესალმებით. ჩვენ სოციალურ ქსელებში ხშირად არის ხოლმე შეკითხვები საშოდან გამონადენზე. თამარ, რას გულისხმობს საშოდან გამონადენი? საშოდან გამონადენი ჩნდება გოგონებში 10-12 წლის ასაკში და ეს მიუთითებს ჰორმონალურ ძვრებზე და სქესობრივ მომწიფებაზე. ეს ფაქტი არ უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირდება პათოლოგიურ პროცესთან ან ჰიგიენის არასწორად დაცვასთან. რა ფაქტორები განაპირობებს გამონადენის არსებობას და რა ფუნქცია აქვს მას? საშოდან გამონადენი ფიზიოლოგიურ ნორმას წარმოადგენს და ის იცავს საშოს ინფექციებისგან, ატენიანებს მას და უზრუნველყოფს მისი მიკროფლორის წონასწორობას. გამონადენის ფერი, სტრუქტურა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ქალის ასაკზე, სქესობრივი ცხოვრების დაწყებაზე, ასევე სხვა მრავალ ფაქტორებზე. თამარ, როდის შეიძლება შეიცვალოს გამონადენის ხასიათი? სქესობრივი პარტნიორის შეცვლის შემთხვევაში, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემთხვევაში, ასევე ჰიგიენური საშუალების შეცვლის შემთხვევაში და პარტნიორის სპერმაზე ან კონდომზე რეაქციის შემთხვევაში. როგორი შეიძლება იყოს გამონადენი? საშოდან გამონადენი შეიძლება იყოს თხელი, ჟელესმაგვარი, შედარებით უფრო ლორწოვანი, ხაჭოსებრი და კაფიანი. თამარ, განსხვავდება თუ არა გამონადენი ფერის და სუნის მიხედვით? თეთრი ფერის გამონადენი ვითარდება მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, ორსულობის პერიოდში, ასევე სქესობრივი აღგზნების შემთხვევაში და სქესობრივი კავშირის შემდგომ. ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი. რაც შეეხება მოყვითალო და მწვანე ფერის გამონადენს, ეს უკვე პათოლოგიური პროცესია. სუნიც თან ახლავს. დიახ, მძაფრი სუნის გამონადენს, ეს უკვე პათოლოგიური პროცესია და მოითხოვს აუცილებლად მკურნალობის დაწყებას. შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციების შედეგი, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების. ახლავს ხოლმე ხშირად თან ესგვარი თევზისებრი სუნი, რომელიც მკვეთრად დამახასიათებელია. რაც შეეხება მოყავისფრო გამონადენს, მოყავისფრო გამონადენი პათოლოგიაზე მიუთითებს. იცით თუ ეს მენსტრუალური ციკლის წინ ან მის შემდგომ უშუალოდ არ ვითარდება, მაშინ აუცილებლად უნდა მოხდეს გინეკოლოგიური გამოკვლევა, სრული გამოკვლევა. რაც შეეხება სისხლოვან გამონადენს, თუ ეს მენსტრუალური სისხლოვანი გამონადენი არ არის, რა ნორმა? დიახ, თუ მენსტრუალური გამონადენი ეს ნორმა, სხვა შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტის მიზეზი ხდება. იმედია საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგმართეთ ასოციაცია ხერა 21-ის ცხელ ხაზზე.